დაანონსებული გეგმა, რომელიც წარმოგვიდგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რომელიც აღმოჩნდა, რომ მათ შორის თურმე მოიცავს ხალხის შემცირებასაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. წეღამთქვის სახელწოდება ოპტიმიზაცია, შინაარსი სამსახურიდან გაშება. მოდით ოპოზიციასთან დავსვავ პირველ კითხვას, ანი. რა სიტყვით თქვენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში თითქმის ისე ყველა ადასტურებს, ოღონდ ძალიან რბილი სახელი მოიძებნა სამსახურებიდან გაშვებული ადამიანებისათვის ოპტიმიზაცია. არა, ყველა მიცის ოპტიმიზაცია რომ ნიშნავს სახში გაშვებას. ეს რბილი როგორც არ უნდა დაერქვას, იქ ყველა მიცის რომ ამას გულისხმობს და ეს ასე იქნება. ეხლა მოდი უნდა გადავთარგმნოთ. ეხლა ეს რა ხდება? დღეს არის 8 დეკემბერი და 8 დეკემბერს ადამიანებს ეუბნები რომ მას შეიძლება ახალი წლიდან სამსახური არ ქონდეს და ადამიანებს რომელთაც აი რამდენ ადამიანსაც გაუშვებენ ოპტიმიზაციის შედეგად სახში ის რომ მინიმუმ 3-ზე გავამრავლოთ იმიტომ რომ მათ უკან დგას ოჯახები და რაც ნიშნავს იმას რომ სოციალურად დაუცველთა ფენას კიდევ ემატება ხალხი. ეს ნიშნავს ამას, შეფასება რომ გავაკეთოთ. ის რომ ოპტიმიზაცია უნდა გაკეთდეს, ის რომ თუ შტატი გაბერილია, ის რომ ეგრეთ წოდებული ყავის მსმელები არ უნდა იყვნენ ბიუჯეტში, ეს ამაზე არ დაობს არავინ. არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება, თვითონ საზოგადოებაც არ დაობს ალბათ, თუმცა დღეს ამ მოცემულობაში, ამ რთულ ვითარებაში და დარწმუნებული ვარ, აღმათ უმეტესობას ექნება საბანკო კრედიტი აღებული და აი ასეთ მოცემულობაში, რომ მას ეუბნები, რომ იცით თქვენ ვერ ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად, ამიტომ უნდა წახვიდეთ სახში, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მოქალაქეზე სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას, რაც არის უკანონო, იმიტომ რომ სახელმწიფო ვალდებულია მით უმეტეს თუ კონკურს გავლილია ეს პირი, მას შესთავაზოს ალტერნატივა, ან კომპენსაცია, ან რაღაც ისეთი, რომელიც მას მეტნაკლებად გაუადვილებს ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციის პროცესს. რასაც მე პირადად გამოვრიცხავ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამას ვერ გააკეთებენ, ვინაიდან ფაქტი არის, რომ ხარჯების შემცირებაზე არის საქმე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ოპტიმიზაცია ძალიან დააზარალებს ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო შედეგი არ იქნება რა თავისთავად ეს ერთი მაგრამ შედეგი არ იქნება ისეთი ეფექტური რამდენადაც იქნება მოდი შედეგზე დაგისვამ შემდეგ კითხვას ბატონო ირაკლი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ასეთი რა მინდა რომ კითხოთ ანუ სახში რომ გაუშვებდა ხელისუფლება სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს რატომ არ ითქვა ამის შესახებ არჩევნებამდე და რატომ აღმოჩნდა ისე რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგო ოცნებამ არჩევნები და უეცრად უცხადებენ რომ კადრების განყოფილებაში ხართ გადაყვანილი ადამიანებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს და მინდა მაინც პოზიტიური მესიჯი დავიწყო ის რომ ის რაც ჩვენ გუშინ გავიგეთ ამ უიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება რომ თავის ისტორიულ ოჯახში ევროპაში რომ უიზოთ იყოს მიმოსვლა. ეხლა რაც შეეხება თქვენ თემას, თქვენს მეგახმოვანებას დაბრუნდებიან მე რომ წავლენ მით უმეტეს თუ აქ არაფერი შესაძლებლობა არ ექნებათ ელემენტარული ცხოვრების და ეს კიდე მეორე პრობლემა გახდება. ალბათ იფიქრებთ ამაზე, იმიტომ რა თქმა უნდა ემიგრაცია იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის და გარეთაც შეგექმნება ძალიან სერიოზული პრობლემები აუცილებლად მადლობა თუმცა ეს ამა მხოლოდ ჩვენი არ არის ეს თითოეულ ჩვენთაგანი საზრუნავია და მთავრობა რამე ცალკე განყენებულად არ უნდა განვიხილოთ იმიტომ რომ ჩვენი არჩეულია და სწორედ ლეგიტიმურად არჩეული. ხა რაც შეეხება თქვენს კითხვას. ბუნებრივია ინგა არავის არა განცდა ის რომ ადამიანს როცა სამსახურიდან უშვებენ ის რაღაც მოიწონო და რაღაც გაგიხარდეს და რაღაც, მაგრამ აქ თავარი რა არის, რომ აქ თავარია სახელმწიფო ინტერესები. სახელმწიფო ინტერესები გულისხმობს სწორედ რომ არა ცალკეული პირების, არამედ უმრავლესობის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და ეს ინტერესი რა არის, რომ ჩვენ მიიღოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მთელი წინასაარჩევნო ადამიანები შეეწირონ, იშიმშილონ, კრედიტების გამოსახკარი და მე მაინც მგონია რომ თქვენ დრამატიზებას ახდენთ, ქალბატონო ინგა და გთხოვთ რომ ბოლომდე მომცეთ საშუალება რომ თქვა რომ უბრალოდ დრამატიზებას, იმიტომ რომ ყველა სტრუქტურიდან ადამიანებს უშვებენ და ჩვენს ქვეყანაში ყველა არის მიმული საბანკო სესხებზე. მე მესმის ქალბატონინგა შეიძლება რომ გავაგრძელო, მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც არ მუშაობენ და აქვთ უამრავი სესხები და იმათმა რა დააშავეს, ეხლა ამ ლოგიკით რომ მიყვეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გეუბნებთ ჩვენ
ის რაც თქვენ ბრძანეს რომ წინა საარჩევნოდ რატო არ იყო გახმოვანება ვერ დაგეთანხმებთ იმიტომ რომ 4 პუნქტიანი გეგმა სწორედ ბოლო მეოთხე პუნქტი ეს არის მართლობითი რეფორმა და აქ მოიაზრებოდა სწორედ რეფორმა მათ შორის ეუბნებოდით თქვენ კონკრეტულად მე პირადად დავდივარ ამ მომრჩეველს ეუბნებოდით რომ ერთი დავაზუსტებ ჩემს კითხვას თქვენ ეუბნებოდით ამ მომრჩეველს რომ როდესაც ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ თქვენ სამსახურები შეიძლება ოპტიმიზაცია იქნება სახელმწიფო სამსახურების ოპტიმიზაცია და ძალიან გთხოვ ბოლომდე მომეცით საშუალება რომ თქვა ამიტომ ეს ქალბატონინგა ეს და მოსახლეობამაც მინდა გაიგოს რომ აქ საუბარია მხოლოდ მინისტრი რო გაუშვა სახში მინისტრ აქ ხელფასი 5000 ლარი პარლამენტის წევრს აი წინამოწვევის იყო არც პრემიები აქვთ მათ 3500 ლარიანი ხელფასი აქვს ფიქსირებული არ იღებს და მინისტრი და მოადგილე რო გაუშვა ამით კი არ იცვლება არაფერი ჩვენ როდესაც ოპტიმიზაციაზე ვამბობთ და საუბრობთ და ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვა მათ შორის შედის იგივე საშუალო რგოლი რომელიც დღეს გაბრაზებული გველაპარაკება და დაწერდა მე მესმის იმის თუმცა იმანაც უნდა გაიგოს ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ სახელმწიფო ინტერესები გულისხმობს არა სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებას ის რომელიც არ არის კომპეტენტური ან კარგად ვერ მუშაობს არამედ ოპტიმიზაცია სწორედ გულისხმობს რომ ის ვინც გამოადგება იმ მომენტში ხუთის მაგივრად ორი გამოადგება ორი დატოვონ და ის სამი კი არ გაუშვენ სახში არამედ მოხდეს სხვა ჩანაცვლება სხვა უწყებებში სხვა კერძო სექტორში და ჩვენი კერძო სექტორში მის საშუალება რომ სახელმწიფო უწყებებიდან გაშვებულმა ადამიანებმა კერძო სექტორში იპოვოს სახელმწიფოს თავი დანიშნულება კიდევ ერთი ყავის მაახსენეთ ერთი წუთი თუ შეიძლება და ასეთი კითხვა ხო რა მნიშვნელობა აქვს ანუ ადამიანები რომლებიც არიან შესამცირებლები იმიტომ რომ არ არიან ისეთ საქმის მკეთებლები ასეთი ფორმულირება თუ გნებავთ ამ ადამიანების საქმის ან ფუნქციების არსებობა აუცილებლობა არაუცილებლობის შესახებ მანამდე ვერავინ ვერ ხედავდა საჭირო იყო თუ არა გადაწყვეტილება რომ კომისარები თუ კი ვიღაცა აი ჯეჯელავას სიტყვებს გავიმეორებ თუ კი ვიღაცა ისე ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ამდენი ხანი დაჭირდა ამ ხელისუფლებას ეს ამას რომ მიხვედრილი ხო? ქალბატონინგა თქვენ გამოგიცვლეთ არაერთი სამსახური კერძო სექტორში, ხო? ხო და იქ სამსახურში ხდებოდა ოპტიმიზაცია დარწმუნებული ვარ ზოგი იქნებოდა ოპერატორი, რიგითი ჟურნალისტი, ზოგჯერ მიდიოდა კერძო სექტორში, ასე ხდებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იქ ვიღაცას ის ადამიანი განწირა შიმშილობისკენ და არა, ოპტიმიზაცია სახელმწიფო უწყებების დონეზე ეს აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აქამდე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, როცა მოდიან მინისტრები, როცა მოდის ახალი სისხლი, მოდის ახალი ხედვა, ახალი სისხლია კვირიკაშვილი, ირაკლი. ახალ გუნდთან ერთად მოვიდა ეკონომიკური გუნდი განახლებულია. იგივე განათლების სექტორში ახალი მინისტრები, მას აქვს ახალი ხედვა. იქ სადაც წინა მინისტრი ხედავდა რომ ერთ საქმეს შეიძლება 5 კაცი აკეთებდეს, მას აქვს მონაცემი, მას აქვს ხედვა რომ ამას არ ჭირდება 5 და ჭირდება 1 ადამიანი და 2 ადამიანი. რა გავაკეთოთ ახლა? ხედვა ის იღებს ამაზე პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ მას ლეგიტიმურად შემდეგ საარჩევნო პერიოდში და ეს არის ჩვენ რატომღაც რაღაც ალყაში ვაქცევთ თავრობას და ხელისუფლებას ნებისმიერ მის ნაბიჯებს. ერთი მხრივ ვეუბნებით რომ შეამცირე ადმინისტრაციული ხარჯები, მეორე მხრივ ვეუბნებით აი რატო უშვებ ხალხს ახლა ნურთს გაფრინდებ ასე არ გამოვა. კიდევ ერთხელ გეუბნებით. უნდა დავიცვათ თავრობა შეიძლება. არა, კი არ დავიცვათ. და მე მინდა რომ კითხვა დაგისვათ აი დღეს გავრცელებული იყო მაგალითად ერთ-ერთი თანამშრომლის წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც იგი საუბრობს რომ კონკურს გავლილი თანამშრომლების შემცირება მიდის და ამაზე მე დაგისვათ კითხვას მანამდე მითხარით რისი თქმა გსურდა იმის თქმა მსურდა რომ ბატონი ჯეჯელავა რომელსაც მე არ ვიცნობ და მის კვალიფიკაციას არ ვეხები მაგრამ ჯერ კიდევ 4 თუ 5 თვით ადრე მივიდა მინისტრად ვიდრე მოხდებოდა არჩევნები ვიდრე ჩატარდებოდა სრული უფლება ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური რომ დაეწყო საკუთარ სამინისტროში რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია რომელსაც ჩვეულებრივ სახელი ექნებოდა რომ ახალი მინისტრი მივიდა ახალი ხედვები და ეს არის კლასიკური მაგალითი როგორ დაელოდა მთავრობა არჩევნებს როგორ ჩაიარა არჩევნებმა და ყველა ხალხი ესე გამოვიდა იმიტომ რომ თუ მას სხვა განსხვავებული ხედვები ჰქონდა ის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მივიდა რაც შეეხება ინფრასტრუქტურას
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან საინტერესო ამბავი, იმიტომ რომ ეს დიდი გამოცდილება არსებობს ზოგადად კონკურსგავლილი ადამიანების გაშვების მერიაში განსაკუთრებით იყო ხოლმე და თუ ამ გამოცდილებას ანუ არის ეს პრაქტიკაში რომ კონკურსგავლილი ადამიანების გაშვება ხდება. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი არის სამათი გუნდის წევრი, მას დეპუტატი დიახ და რამდენადაც მე ვიცი მას უზარმაზარი გავლენები აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, ალბათ მის საკუთარ გამოცდილებას ის გამოიყენებს, როგორ უნდა გაუშვან კონკურსგავლილი კადრები. ირაკლისთან გადავალ ამ კითხვით, ირაკლი კრიტერიუმები. აი კარგით, მე ერთი აღებული ინგა გრიგოლია ვერ ვასრულებ ისე ჯეროვნად ჩემს ფუნქციებს, რომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ მე არ ვარ იქ საჭირო და მიშვებს მოუყევი ამ ოპტიმიზაციაში, მაგრამ რა ვუყოთ აი კონკურსგავლილი ადამიანების გაშვება. აი ამ დისკუსიაში ვერ შემოვალ, იმიტომ რომ მე არა ვარ კონკრეტულად იქ სამინისტროს სადაც არის ოპტიმიზაცია, იქ დარწმუნებული ვარ, იქნება არგუმენტირებული ეს თავისი მტკიცებულებები და ეს არა გვაქვს ჩვენ ის დრო, როდესაც ერთი ხელისმოსვი მთელს იმებს ხურავდნენ გაყოფ ეს წარსულ ჩაბარდა ეს დრო და დღეს თუ ვინმე უსამართლოდ შეიძლება დაიჩაგროს, არის სასამართლო ხელისუფლება, არაერთი შემთხვევა ქონია ჩვენ იგივე მერის რასაც თქვენ გულისხმობთ იმ кейსებს, სადაც ადამიანი მოიგო სასამართლო ხელისუფლება და ის სასამართლო ასე ვთქვათ პროცესი და აღედგინა თავი. ასე რომ ამ დისკუსიებში ვერ შემოვა. ადამიანი არის გაშვებული, ისე რომ სასამართლოში ვერ წავიდა, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა. ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ცოტა გამართულ. არა, უბრალოდ მოიკითხეთ ინფორმაციები, ყველა ფაქტიურად გაიმარჯვა და აღედგინა და ეხლა ვინც არ წავიდა ეთყობა თავის იმედი არ ქონდა და ამაზე მოდით კითხვას დაგისვა თუ შეიძლება. არის მოგიყვებით რამეს კონკურს გარეშე კონკურსგავლილი ადამიანების გაშვებასა და ლილუაშვილის შესახებ თუ იმით შემოიფარგლეთ რა თქვენ არა მე შეკითხვა უნდა დაგისვათ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე რომელიც როგორც აღმოჩნდა ითვალისწინებდა ამ პროცესს რაზეც ახლა ჩვენ აქ დებატები კონკრეტული ფაქტები რა თქმა უნდა მაქვს ლილუაშვილი თვითონ უკეთესად გაიხსენებს და არაერთია ასეთი აქედან გამომდინარე მე შემიძლია გითხრათ რომ როდესაც ის მიბრძანდა მერიაში მოადგილეთ მან აბსოლუტურად უკანონოდ გაათავისუფლა კონკურსგავლილი თანამშრომლების სამსახურიდან და მას ამაზე პასუხი არ უგია. შესაბამისად ის ძალიან დაეხმარება საკუთარი გამოცდილებით ახალ ინფრასტრუქტურის მინისტრს. ერთი წუთით ახალ ინფრასტრუქტურას. ლოგიკურ კითხვას მაშინ თუ თქვენ გაიგეთ რომ უსამართლო დაიჩაგრა, თქვენ რატო არ ამოიღეთ ხმა? მე მქონდა შესაბამისი რეაგირებები, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. მე მქონდა შესაბამისი რეაგირებები. თქვენ როდესაც ნახავთ აი აქედან რომ წახვალ ბატონო ირაკლი, იქნებ შეეკითხოთ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, მე მქონდა თუ არა რეაქციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რა რეაქცია ქონდა საჯაროდ მე არ მომსმენია თქვენი განცხადება იმ პერიოდში. შეიძლება დავასრულებ და ამის შემდგომ ის მოქცევით განმარტება. ერთი წუთი უნდა დავასრულო. რა შეიძლება? არ ვარ გაბრაზებული არც ერთ შემთხვევაში. არ ვარ ჩასაფრებული. გეუბნებით რომ არაფერ შუაში არ არის. თქვენ ათავისუფლებთ ხალხ სამსახურებიდან, მე რატო უნდა ვიყო ჩასაფრებული? თქვენ მოგიწევთ პასუხები რაცემას. თქვენი დეპუტატობის დროსაც უსამართლოდ მოექცა. ეს გამოცდილება არსებობს, რა თქმა უნდა, იმიტომაც არ ვარ ინგა დღეს მე ქართული ოცნების. ბევრი რაღაცა მიზეზების გამო კიდე იმ უკანონოებზე რომ ხუჭავდი. მოდით ერთ კითხვას დავსვათ თქვენებათვით. ირაკლი, აი მაშინ როდესაც ყველანაირი პროგნოზით, რასაც მე უსმენ ყოველ შემთხვევაში ექსპერტების, ხელისუფლების ოპონენტების გარდაუვალია ცხოვრების გაძვირება. კვირიკაშვილის მიერ შემოთავაზებული სწრაფი განვითარების გეგმის პროგრამის მიხედვით. ამ დროს ჩვენ ვიგებთ, რომ აი დავუშვათ ოპტიმიზაციის სახელით ადამიანებს უშვებენ. მითხარეთ, ხელისუფლებაში თქვენი აზრით არის კი ყველაფერი გააზრებული, ესე დეტალურად გავლილი და ეს არ ვიცი რა დავარქვათ, ექსპერიმენტია თუ ნამდვილად მიგნებული გამოსავალი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა შემოთავაზა. გთხოვთ რომ არ შემოწყვეტ. არა, არ შეგაწყვეტებ, შემდეგ ანის პოზიცია უნდა მოვისმენთ. თავიდან ბოლომდე არის გააზრებული, გაანალიზებული და სწორი გუნდშიო დაპირისპირებაო, იმიტომ რომ გუნდის ნაწილი არ იზიარებს პასუხისმგებლობას. სიმართლე გითხრათ, ამაზე მეც რაღაც
ვიგე ჭორის დონის ეგ ისეთ სისულელია, ну რა ვიცი, იმიტომ რომ როგორც არასდროს გამოჩნდება უახლოეს დღეებში. გამოჩნდება კიდეც და ჩანს კიდეც. როგორც არასდროს ისეა გუნდი ერთიანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი თითოეული ჩვენთაგანი ვიყავით ჩართული ამ პროცესში. იგივე 4 პუნქტიან გეგმაში და ამაზე იყო გაცხადებული. პირველი რას მოიცავს? აი ჩვენი აქცენტი არის თავი არა სახელმწიფო სექტორში დავასაქმოთ ადამიანები, არამედ კერძო სექტორი. კერძო სექტორში დასაქმებისთვის გჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ის რაც დავიწყეთ, ეს არის შევეხები ამას და ძალიან ხომ შემოწყვეტინე. იგივე ლარიზაციის პოლიტიკა, რომელიც დაიწყო, ეს არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არ არის ჩვენი, ეს არის გამოცდილი ევროპაში და მე ერთ-ერთ ეთერში ამ არხზე მე ჩამოვთვალე. შემიძლია გითხრათ, იგივე 2009 წლიდან ჩვენ აზერბაიჯანში, ევროპაში, უნგრეთში საერთოდ აკრძალულია. უნგრეთში არ დამთავრდა ეს პროცესი წარმატებით. ირაკლი. არა, უნგრეთი ზუსტადაც რო არ არის, მე რამდენადაც ვიცი ის მაგალითი, სადაც წარმატებით დამთავრდა ეს პროცესი, რომელიც პარალელებს ავლებს ქართულ ლარიზაციის გეგმას. კიდევ ერთხელ თქვენ რასაც მოყავთ მაგალითად ეს არის ევროპის პრობლემა რომ ეკონომიკური ზრდა არ არის ნაკლებია ეს არ არის განპირობებული მათ შორის უნგრეთში პოლონეთში 2015-დან არის აკრძალული უცხოურ ცეცხლებში გაცემა ცეცხლების გაცემა უცხოურ ვალუტაში აზერბაიჯანში სომხეთში ეს აპრობირებულია ლონდონ ინგლისში იმიტომ რომ მარტო იენშია მცირე რაოდენობით გაცემული დარჩენი ადგილობრივ ვალუტაში ეს რატო კეთდება იმიტომ რომ მაქსიმალურად მოიხსნას ტვირთი დოლარზე მოთხოვნას მოთხოვნა რას იწვევს უფრო მეტად ყარდება ლარი და უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა. აი ეს ჯაჭვია, რომელზეც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენ 200,000 სამუშაო ადგილს ასე ვთქვათ პროგნოზირებთ. აი ახალ სამუშაო ადგილებს როგორ შექმნის ეს გეგმა, თუ კი თვითონ ბიზნესმენებიც, ექსპერტებიც ამბობენ რომ დაგეგმილი აქციზის გაძვირებიდან დაწყებული საწვევის ფასები სხვა რომ არაფერი არ თქვა, გამოიწვევს ავტომატურად სამუშაო ადგილები სამუშაო ადგილების შემცირებას, იმიტომ რომ გაძვირდება ბიზნესის კეთება სამის პარალელურად. აი აქ ხა მოყვები თქვენი და მინდა რომ არა მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, იმიტომ რომ დათვლილია ესეც. არ ვარ ფინანსისტი და ძალიან არა, დათვლილია ესეც. დათვლილია ესეც კალტონიკა. დათვლილია ის რომ სამუშაო ადგილები კერძო ბიზნესში. დათვლილია ის რომ კი არ შემცირდება და გაიზარდოს და გაიზრდება კიდეც და ამას მონაცემები გაძვირებული ფასები არის მოქმედი. ეს აქციზი იმის რა ქვია ნავთო პროდუქტებზე გაზდა იწოს 0.7-დან 0.8%-მდე გაზდას. ეს არის სახელმწიფოს პროგნოზი, მაგრამ თქვათ ცდებიან და გავაორმაგოთ. ეს გამოდის 1.9% გაზრდა. ანუ ინფლაცია გვაქვს ჩვენ 1.9%. ამას დაამატეთ თქვენ წინა წელთან შედარებით. ცითა მე ეს რამდენია დათვალეთ. წინა წელთან შედარებით 0.2% გვაქვს ინფლაცია. ყველა უკვე მომატებული. უკაცრავად 5 თეთრით უკვე მოიმატა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად პროდუქტებზე ფასი მოიმატებს. თქვენ შესაძლოა თქვენთვის შესაძლოა. ერთი წუთით. არ მოიმატებს. რატომ არ მოიმატებს? იმიტომ რომ 750 მილიონია წელს 2016 წელს სოფლიო მარცვლეულის ან ჭარბი რაოდენობით გვაქვს და ჯერ კიდევ სექტემბერში დაახლოებით 42 ლარიდან ჩამოვიდა 32 ლარამდე. 50 კილოგრამიანი მაღალი პურისპილის ფასი და ეს ლუფტი ეხლა გადაходит სხვა პროდუქტი კარტოფილზე შემცირებულია როგორ შეიძლება რას მეუბნებით ბატონო ირაკლი როდესაც ნავთო პროდუქტებზე ძირითად საწვავზე იმატებს ფასი რომელზეც დამოკიდებულია ზოგადად 2%-ამდე იმიტომ რომ რას ვამბობ არასდროს როდესაც ნავთო პროდუქტებზე ფასი იმატებს და უკვე 5 თეთრით მომატებულია ეს გავლენას არ მოახდენს პროდუქტების მოახდენს 0.7%-ით. გავაგზავნე. ეს არ აისახება ხალხზე. არ აისახება. სირედით აისახება და ეს არ აისახება ის რასაც თქვენ დრამატიზებას აკეთებთ, არ აკეთებთ. 400 ლარი ადამიანს ხელფასი რომ აქვს, მან როგორ უნდა შეიძინოს თუნდაც მომატებული პროდუქტებით გიფიქრიათ ამაზე. კეთილი, ქალბატონო იგა, ნუ ეს როგორ არის? არ ერთი წუთი ნუ ეს ვერ გამოყვებით. ეს არა, როგორ ესე არ გამოვა. ფაქტს გეუბნები. ბატონო ირაკლი, ნუ ეს არ გამოვა. ავტომობილებზე არ უნდა გაზრდილიყო ეს იყო თქვენი მესიჯი? უკაცრავად. რა იყო ჩემი მესიჯი? ანუ თქვენ წინააღმდეგობაში მოდიხარო თამბაქოზე გაიზარდოს აქციზი, გაიზარდოს მეორად მანქანებზე საერთოდ ვახსენე? არა, მე გეკითხებით პროგრამას. მე გეუბნები რომ ნავთო პროდუქტებზე ფასის მატება ავტომატურად აისახება პროდუქტების ფასის მატებაზე. მე ვიდასტურებ ოღონდ 0.7 1.9%. აქვე გეუბნები
რომ 0.7 თქვენთვის რომ მხოლოდ 0.7-ია, ადამიანს რომლის შემოსავალი არის 400 ლარი საშუალო ხელფასი, რომელსაც გათვლილი აქვს ლარიც კი, უკვე მისთვის არის პრობლემა და თქვენ რას ეუბნებით ამ მოსახლეობას, რომ ხალხს რომ შეამცირებთ საჯარო სამსახურებში, ამით მათ ეშველებათ, ვერ ეშველებათ. არა, ეს თქვენი ის არის პესიმისტური განწყობა და პირველი ქავტონინგ თქვენ და მაყურებელს რო იცოდეთ ის რაც გადაიდგა ეს ნაბიჯები ხო და რაც გადაიდგა მომავალში ეს არის კიდევ ერთხელ კარგად გააზრებული, კარგად დათვლილი და გაანგარიშებული. ეს არა მხოლოდ ქართული ოცნება და მართველი პარტია იწონებს თავს, არამედ გამოვიდა გუშინ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, იმის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც პირდაპირ გითხრა, რომ გაზარდეთ გადასახადები და ოპტიმიზაცია გააკეთეთ ადმინისტრაციული ხარჯების. ეს გავაკეთეთ ბატონო, ვითვალისწინეთ. უფრო მეტიც გამოვიდა ზუსტად პირდაპირ ეთერში ვიყავი, როდესაც მუდი ეს არის საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ეს პოლიტიკა, რომელიც დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, პოზიტიურად აისახება როგორც საფინანსო სექტორზე. ეს არის ქვეყნის სწრაფი განვითარების პროგრამა. აუცილებელი ეტაპია ეს. და ამის თქმა მინდოდა. ეს აუცილებელი ეტაპია, რომ ჩვენ მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ხარჯების ოპტიმიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებში და პირიქით კერძო სექტორში გამოთავისუფლებული ფინანსების კერძო სექტორში. თავარი ამბავი ზუსტად ვიცი და აი ეხაც ვკითხულობ მონაწერებსაც ვკითხულობ ადამიანების გასაგებია რომ მიშვებს სამსახურიდან სანამ მე შემიქმნი ქვეყანაში კერძო სექტორში სამუშაო იმდენ ადგილს რომ მივიდე და დავსაქმდე აი ამასობაში რა ვქნა ანი ოპოზიცია ვარაუდობს საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებს მინდა ეხლა მივყვე რომ შესაძლოა კვირიკაშვილი საერთოდ გადაყვეს ამ საკუთარ პროგრამას როგორ ფიქრობ და თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ან რა ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ გუშინ გიორგი ვაშაძემ ახალი საქართველოს ლიდერმა თქვა რომ აი ამ ყოველფრის ფონზე არის დიდი დაპირისპირება დაუშვათ ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შორის შეიძლება ითქვას რომ გუნდი თავიდან ბოლომდე იზიარებს კვირიკაშვილის ამ პროგრამას რომელზეც პრემიერმა თქვა რომ კვირიკაშვილის იყო ეს პროგრამა ჩემთვის ეს უფრო საინტერესო არ ვიცი მაგრამ მე ეჭვმიტანილი მყავს ვისი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო გითხარი შენი ეჭვმიტანილი სპორტის მინისტრის ხო არ იქნებოდა ხო ეხა გასაგები ეკონომიკურ გუნდში არის რამდენიმე ადამიანი მე ვფიქრობ რომ ეს იქნებოდა ქუმსიშვილის შეთავაზება მე ესე ვფიქრობ თუმცა არ მაქვს გარკვეული ინფორმაციები დადასტურებული ინფორმაციები ეს 10 პუნქტიანი გეგმა იქნებოდა მისი ხედვა ბოდიში სიხდი რა ძალიან რა ამ 10 პუნქტიან გეგმაში იმ 4 პუნქტიან წინასაარჩევნო რაც ჩვენ პროგრამა შევთავაზეთ აქ მარტო ქუმსიშვილი კი არ იყო ჩართული აქ იყო ჩართული ყველა სამინისტროს წარმომადგენელი რიგითი თანამშრომლები მაშინ მე ხა გვარებს არ ვიტყვი არ ჩავაგდებ მათ უხერხო მდგომარეობაში მაგრამ გუნდის რამოდენიმე წევრმა ჩვენ გითხრა რომ სანამ არ გავერკვევი რა ხდება მე ამაზე პირდაპირ ეთერში ვერ ვისაუბრებ ასე რომ გუნდის ამ თემას დაპირისპირებაზე არა დაპირისპირებაზე არა 10 პუნქტიან გეგმაზე და გეგმებს შეიძლება ვერ ერკვევა იმ იმებს იმიტომ რა არის ეკონომისტი ყველა და ამიტომ ეხლა ისე ინდა გავიხსენებ თქვენს ეთერში ვთქვი დაახლოებით 3 კვირის წინ რომ გაზაფხულზე სერიოზული არჩევანის წინაშე მოუწევს დადგომა გიორგი კვირიკაშვილს ან უნდა წავიდეს თვითონ თუ ასე გაგრძელდება იმიტომ რომ მე ეფექტს ვერ ვხედავ და არ ექნება თქვენს რეფორმებს ეფექტი ან ცოტა სხვა რაღაცები მე გაზაფხულზე ველოდები თუ ასე გაგრძელდა პროცესები, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება, რა არის გამოსავალი? ერთი აი ასე რთულად ადამიანებს რომ გაუშვებთ სახში, სოციალურად დაუცველების ფენას კიდევ უფრო მეტი რომ მიემატება და ეფექტი ამას არ ექნება, ასე თუ გაგრძელდა, ანუ ჩემი აზრით არაეფექტური პოლიტიკა, თქვენი ხელისუფლება დადგება არჩევანის წინაშე, ხომ არ გამოცვალოს მთავრობა. ხო მარტივად თქვი ამაზე მარტივად ძალიან გამიჭირდება გითხრათ, ეს შეიძლება იყოს გაზაფხულზე. ეხება შედეგი. რაც შეეხება მე როგორ ვუყურებ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როდესაც ასეთი რთული მოცემულობა არის. ეხა შემოვა ბატონო ირაკლი პარლამენტში ბიუჯეტი, სადაც მითითებული არის ხოლმე რამდენიმე პუნქტი და იქ ძალიან საინტერესო პუნქტია ხოლმე სხვა ხარჯები. რომელიც სხვა ხარჯებიც ისეთი საინტერესო არის ხოლმე, იმიტომ რომ არც ერთი სამინისტროსგან არასოდეს პირადად მე რამდენჯერაც
მომითხოვია, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს ხოლმე მოსული. ამ სხვა ხარჯებში, ანუ ამ სხვა ხარჯებში რის სად უნდა გამოიყენონ და რაში უნდა დახარჯონ. კარგი იქნება თუ ეს სხვა ხარჯები იქნება შემცირებული, იმიტომ რომ რა არის ეს სხვა ხარჯები? არავინ არ იცის სხვა ხარჯები და არის ეს მაგალითად სიტყვა ეხა ისე ვიტყვი ფიგურალურად დავუშვათ 10 მილიონი. მე პირადად ვიფიქრებდი რომ ადამიანებს კი არ შევამცირებდი. იქნებ იმ სხვა ხარჯებისთვის გადაგვეხედა. ერთი წუთით არ დამისრულებია და კარგი იქნებოდა შეთავაზება არის ეს რჩევა მთავრობისთვის იმის მიუხედავად რომ ჩემი სიძლიერე მთავარი ძლიერი მხარე ეკონომიკა არ არის. მეორე საკითხი არსებობს მაგალითად საწვავის ხარჯები. მაგალითად კიდევ სხვა ხარჯები რომლის შემცირებაც არის შესაძლებელი. ახლა ისეთ რამეს ვამბობ კიდე აი მაგალითად მივლინებები კი ყველა უნდა წავიდეს მივლინებაში ვისაც სჭირდება მაგრამ როდესაც ქვეყანას აქვს კრიზისი ასეთ შემთხვევაშიც უნდა განისაზღვროს არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა რომ ვთქვათ მივლინებების ხარჯებიც იქნეს შემცირებული. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად როდესაც ჩვენ ვიყავით როდესაც მე პარლამენტში ვიყავი ერთი წუთი დავასრულებ ევრონესტის დელეგაციის წევრი იყო და რამდენჯერმე ვერ ჩამოვიდა მოლდავეთის დელეგაცია და რომ ვიკითხეთ მაშინ ჯერ ვერ ჩამოვიდა მე 2 თუ 3 წევრი ჩამოვიდა მე თქვეს რომ ისინი ამით ზოგავდნენ ხარჯებს ახლა მართალი რომ გითხრათ მე დღეს ამ გადასახედიდან ძალიან კარგად მესმის ეს ვითარება იმის მიუხედავად რომ ევრონესტის დელეგაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დელეგაცია იყო უდავოდ და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა მაგრამ ამ ადამიანებმა ეს ხარჯები დაზოგეთ რა შეეხება ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეს ანუ მის ვიზიტებს და ასე შემდეგ მე გეუბნებით რომ ეს განა აუცილებელი არ არის როდესაც კრიზისია სად შეიძლება თანხები დაიზაგოს ამაზე საუბრო დიდი მადლობა გაძლევ ირაკლი ბოლოს სიტყვას უნდა დავასრულო და ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა Facebook-ზე მამუკა ღლონტმა და მე მამუკა ღლონტის ამ განცხადებით დავასრულებ ამ გამოშვებას პირველი ჩვენ გვაქვს ის 4 პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მოცემულობა ცუდი მოცემულობა ამას პირდაპირ გეტყვით ეკონომიკური იმიტომ რომ ეს მხოლოდ ჩვენს შიდა ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და ეს საგარ რეგიონშია რთული სიტუაცია ის რომ ჩვენ მიმდინარე წელს 3%-იან ზრდაზე მეტი ვერ წავგავედი და ეს პრინციპში ეს მაქსიმუმი გაკეთდა რაც ხო შესაძლებელი თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩვენ სწრაფი ეკონომიკური ზრდა უნდა მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა უნდა მივიღოთ ცოტა მტკივნეული გადაწყვეტილებებით ეს გარდაუვალი ამიტომ ვახსენე ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში მტკივნეული გადაწყვეტილებებით ადამიანებს აისახება აი ხა ინბოქსში მომწერეს კონკურს გავლილი თანამშრომლები გამოგვიშვეს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან დაუსაბუთებლად და როგორც ახსენეს კლასიკური მაგალითით ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის სახელით 16 დეკემბრიდან ჩერდება გაშვებული თანამშრომლების უფლებამოსილება აი ეს არის სულ ბოლო გზავნილი აქ არ გამოვა ჩვენ როცა ვითხოვთ რომ ოპტიმიზაცია მოხდეს ეს ოპტიმიზაცია შეეხება მათ შორის სხვა ხარჯებსაც კაპიტალურ ხარჯებს დანახარჯებსაც როგორც შეეხება და ბიუჯეტში ასახული და ასევე სახელმწიფო ფონდსაც რომელიც შემცირებულია 50 მილიონი თქვენ რო გააჩეროთ ეხა ადამიანებს ჩვენი ამორჩევლები თქვენი ამორჩევლები მათ შორის 10-დან 9 გეწყვიტო დიახ იმ სამინისტროებში რო არიან თუ არ არის საჭირო ის კადრი გამოუშვით თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი ბედის ანაბარა უნდა მივაგდოთ ამიტომ გეუბნებით რომ მტკივნეული იქნება თუმცა ჩვენ პარალელურად ვცდილობთ იმას რომ შექმნა დამატებით სამუშაო ადგილები კერძო სექტორში როგორ გიქმნება ეს არის ის რომ საგადასახადო პოლიტიკის ოპტიმიზაციით ეს კეთდება იმიტომ ტურიზმში ჩვენ არნახული რეკორდული შემოსავლები გვაქვს 2 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა მივიღოთ ეს პირდაპირ ბიზნეს კონტროლი ამიტომ გეუბნებით პირველი 2 კვარტალის მონაცემით ყველაზე მაღალი შემოსავალი გვაქვს პირდაპირ უცხოური იცით ეს უნდა იცოდეს GDP იზრდება კი არ შემცირდა იზრდება მთლიანში და პროდუქტი და ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ ოღონდ უფრო დიდ მასშტაბში აი ანი ეხა ზურა ჯაფარიძემ დაწერა Facebook-ზე ასეთი კომენტარი გირჩის ლიდერმა ანი მიროტაძეს კითხე თვითონ თუ უთქვამს უარი რომელიმე მივლინებაზე 4 წლის განმავლობაში თუ კრიზისი შარშან არისო ან შარშანწინარი მithქვამს და შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი მივლინებები და შემიძლია გითხრათ რამდენიმე ქვეყანა რაზეც მე მithქვამს უარი და ვამაყობ დიდი მადლობა გეგმა
შეთანხმებულია. თითოეთაგანი იყო გიგო აგულაშვილის სტრუქტურაშიც როგორც ჩანს არის ეს დაგეგმილი მე შევეცდები რომ გადავამოწმოთ კი ბატონო დიდი მადლობა გარდაუვალი იყო და ეს ამაზე ჩვენ წინასწარ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მე მინდა წარმატება გისურვო და წარმატება მინდა უსურვო ხელისუფლებას პირველ რიგში იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს განვითარების გეგმა ქვეყნისთვის უმთხოვნეულოდ და წარმატებით განახორციელოს მთავრობამ თუ მას აქვს გადაწყვეტილი რომ ასეთი თუნდაც მტკივნეული რეფორმები საჭიროა მაგრამ უნდა გაატაროს და მე წეღავ თქვი რომ საინტერესო განცხადება გაავრცელა თქო Facebook-ზე მამუკა ღლონტმა ეს შეეხება თუ არ ვცდები მის რადიოს იგი საუბრობს იმაზე რომ რადიოში არის დაწყებული შემოწმება და ზუსტად მინდა ნახევარი წუთი ამ ინფორმაციის წასაკითხად მამუკა ღლონტი არის თვინ არის კარგით, მოკლედ მამუკა ღლონტი საუბრობს იმაზე, რომ დაწყებული არის რადიოში შემოწმება, რაც არის მისთვის საინტერესო, რატომ კითხულობს იგი, ალბათ ერთადერთი სოლიდური მედია ორგანიზაცია, რომელშიც საგადასახადომ დაიწყო შემოწმება არის რადიო მაესტრო, რომლის საკონტროლო პაკეტს ფლობ მე, ასევე მე ვარ დირექტორი, ეს შემოწმება უნდა დამთავრებულიყო დეკემბერში, მაგრამ გააგრძელეს თებერვლამდე. ეჭვი მაქვს, რომ სიტუაციას დაგვიძაბავენ და შემოვლენ ჩვენს ოფისში, დაიწყებენ ქეკვას და დაშინებას, ნეტავ რას ეძებენ მედიაში, ახლა კი ჩემი ვარაუდი, თუ რატომ კეთდება ეს რადიო მაესტროს ყავს ორი მესაკუთრე მე და ეკა აკობია. ასევე მე და აკობიას გვაქვს წილი ტელეკომპანია მაესტროში, რომლის გაყიდვასაც დღემდე ითხოვენ სახელისუფლება მოურავები. ჩემი ვარაუდით ამ გზით აპირებენ ჩემი და ეკას დაშინებას, რომ გავყიდო ტელეკომპანია მაესტროს წილები. თუ ასე არ არის, იქნებ გამოაქვეყნოს საგადასახადო ორგანოებმა ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი დიდი მედიას საშუალება შეამოწმეს ბოლო წლებში. ციხეში რომ ჩაგვალფონ მაესტროს წილს არ გავყიდეთ. ამით ვასრულებ გადაცემას. დიდი მადლობა ტელეკომპანია მაესტროს ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ძალიან საინტერესო განცხადება იმიტომ რომ საქმე შეეხებოდა ტელეკომპანიის წილის გაყიდვას ტელეკომპანია მაესტროს რადიოზე საუბრობს იმიტომ რომ ამის პარალელურად მიდისო ტელეკომპანიის წილის დათმობაზე მოლაპარაკება მოკლედ საინტერესო ამბები ხდება დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში 4-ზე და ახლა კი პირდაპირ ეთერს უთმობთ ბექამაციკაცის და ბიზნეს კონტრაქტს